გერმანული სამხედრო ავიაცია მნიშვნელოვანი სიახლეების მოლოდინშია. ბუნდესვერმა ცვლილებები არა მხოლოდ სახმელეთო ძალებში, არამედ საჰაერო თავდაცვაშიც დაგეგმა. ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად საავიაციო წვრთნებში ბერლინი აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, გერმანული ქვეითი დანაყოფები სხვადასხვა სახმელეთო მანევრებშიც არიან ჩართულნი. რუმინეთში უკვე განთავსებულია საჰაერო სადესანტო დანაყოფი. უახლოეს მომავალში კი მსგავსი შენაერთი განთავსდება პოლონეთშიც. გერმანიის საჰაერო ძალების გენერალური ინსპექტორის ჰოლგერ ნოიმანის თქმით, ბერლინი ყურადღებით აკვირდება რუსეთ-უკრაინის ომს და შესაბამისი დასკვნებიც გამოაქვს. Für uns Militärs ist jeder Konflikt lehrreich. ჩვენ სამხედროები ნებისმიერი კონფლიქტით ბევრ რამეს ვსწავლობთ. განსაკუთრებით აღფრთოვანებულები ვართ უკრაინის შეერებული ძალებით, ისე როგორც მთელი მოსახლეობით, მათი მდგრადობითა და წინააღმდეგობის უნარით. თუმცა აუცილებელია მკაფიოდ გავარჩიოთ, რა სახის გაკვეთილებია და რა დასკვნების გამოტანა შეგვიძლია. მაგალითად, განსხვავება მდგომარეობს დოქტრინულ მიდგომაში. საჰაერო ძალების გამოყენების თვალსაზრისით აშკარა განსხვავება რუსეთის ფედერაციასა და ნატოს შორის. მეორეც, გადამწყვეტია გეოსტრატეგიული მდებარეობა. ანუ არის თუ არა ის ფრონტისპირა სახელმწიფო. იქ საფრთხე ოდნავ განსხვავებულია, ვიდრე შესაძლოა უკანა სივრცეში, როგორც ჩვენს შემთხვევაში, გერმანიას გულისხმობ. და მესამე, უნდა გავარჩიოთ, რა შესაძლებლობები აქვს კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს. ერთი რამ კი ცხადია, კონფლიქტი ნატოს და კერძოდ ნატოს საჰაერო ძალების წინააღმდეგ სხვანაირად განვითარდებოდა, ვიდრე ამას ყოველდღიურად ვხედავთ ახალ ამბებში. როგორც ბერლინში ამბობენ, გერმანიის ბუნდესვერი გეგმავს თანამედროვე ავიაგამანადგურებლების ევროფაიტერების პარკის გაზრდას. მხოლოდ ამ ტიპის საავიაციო საშუალებების რიცხვი მომავალში 163 ერთეულამდე გაიზრდება. ოფიციალური მონაცემებით, ამჯერად გერმანიის შეიარაღებული ძალების სამხედრო საავიაციო პარკში 380 სხვადასხვა საფრენი აპარატია. პირადი შემადგენლობა კი დაახლოებით 28,000 ჯარისკაცი. გერმანიის შეიარაღებულ ძალებში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს დრონების საწინააღმდეგო სისტემების და ნერგვის თვალსაზრისითაც. Die Bundeswehr ist bereits heute in der Lage, ბუნდესვერს დღესაც შეუძლია საკუთარ ტერიტორიებზე, მაგალითად ყაზარმებში ან სამხედრო პოლიგონებზე, დრონები შეამჩნიოს და მათი ჩამოგდება შეძლოს. თუმცა ამის მთელ ტერიტორიაზე განხორციელება საჰაერო ძალების ძირითადი ამოცანა არ არის. ჩვენ შევქმნით სპეციალური ქვედანაყოფები, რომლებსაც სწრაფი რეაგირების ელემენტებს უწოდებთ. ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ დრონების წინააღმდეგ როგორც უაღრესად მგრძნობიარე სენსორებით, ისე იარაღითა და დრონებით. მაგალითად, შეგვიძლია ბადის მსროლელი დრონით სხვა დრონების დაჭერა. ასევე გარკვეული სამიზნე მოწყობილობებით აღჭურვილი შაშხანებით მათი ჩამოგდება. მნიშვნელოვანი ცვლილებებია დაგეგმილი ჰაერსაწინააღმდეგო სტრატეგიული შესაძლებლობების გასაძლიერებლადაც. ცვლილებები ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში იგეგმება. wir werden in wenigen Wochen das Aero Weapon System Germany einführen. რამდენიმე კვირაში ჩვენ დავნერგავთ Aero Weapon System Germany-ს შესაძლებლობას, რომელიც საშუალებას მოგცემს ბალისტიკური რაკეტები დედამიწის ატმოსფეროს გარეთ გავანადგუროთ. ქვედა შრეებში ჩვენ ძირითადი შესაძლებლობები გაგვაჩნია, მაგრამ იმის გამო, რომ მთელი ყურადღება საერთაშორისო კრიზისების მართვაზეა გადატანილი, ეს შესაძლებლობები ძალიან შემცირდა. რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვა. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ სფეროში საგრძნობლად გავძლიერდებით. Und deswegen werden wir in diesem Bereich sehr stark zu. კანცლერ მერცის იდეა, რომ გერმანიის არმია ევროპაში უმთავრეს კონვენციურ ძალად ჩამოყალიბდეს, ეტაპობრივად და სწრაფი ტემპებით რეალობაში იგეგმება. შეიარაღებისა და ტექნოლოგიური სიახლეების პარალელურად, როგორც ცნობილია, ბერლინი ქვეითი ძალის გაზრდასაც გეგმავს.